მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება და უფალი იყო ჩვენთან. აი პირველი თოვლიც მოგვივიდა ამ ჩამოსვლაზე, წინა ჩამოსვლაზე უბრალოდ შემთხვევით მოხდით იქა, მაგრამ აქ უკვე ფაქტიურად ზამთარი დაიწყო და რო იტყვიან სეზონი გაიხსნა. ლენტა გავხსენით, ლენტა. -5 გრადუსია, თოვლი არის, ნაძვნარი, სილამაზე და ასე შემდეგ. ჩვენ დავიწყებთ ალბათ უფრო ზამთრის იმებზეც რეპორტაჟებს, ბლეკ აისები, გაყინული ისა, როგორ ვატაროთ, როგორ არ ვატაროთ. ჩვენი ძველი ვიდეოებიდან გამომდინარე გახსოვთ ალბათ ხო, რომ ყველაზე სასრიარო და ყველაზე ცუდი არის -3, -2 გრადუსი. თუ წყალი მოყინა ხო გზაზე და იქნება ბლეკ აისი. ბლეკ აისი რატო ეძახიან, რომ არ ჩანს რა, ასფალტის ფერია. ასე შორიდან რო შეხვდე ვერ ხვდები რა და ამ დროს მოყინულია და ამ დროს უნდა იყო ძალიან ყურადღებით. გახსოვთ აბა ჩემი ძველი ვიდეოებიდან თავარია უხრუჭ არ დაადგა ფეხი, რომ არ მოგისრიადეს და თუ მოგისრიადა, მაშინაც არ უნდა დააჭირო უხრუჭ ფეხი, უნდა დაელოდო. ნუ მოსრიალება როგორ ხდება, რომ თქვა უკვე მოჭიდება არა აქ იმას ბორბას ასფალტზე, ხო? მანქანა იწყებს სრიალს. ამ დროს შენ თუ უხრუჭ დააჭირე ფეხი, ის ბორბალი ჩერდება და უკვე ციგასავით იწყებს სრიალს და რო იწყებს სრიალს უკვე შენ რაცა უნდა რულია ატრიალო პირიქით უფრო მიმართულებას უცვლი. ამ დროს კი ცოტა ისეთი არ არის ადვილი, აი მე გეტყვით ახლა რატო არ არის ადვილი, პირიქით უნდა დაელოდო, არ პირიქით ზოგჯერ არის ხოლმე რომ აი სხვადასხვა ვარიანტებია. ახლა აღმართზე პრობლემა არა, ახლა აღმართზე თუ მოგისრიადა პრობლემა არა, მაგრამ აი დაღმაზე თუ მოგისრიადა ელოდები სანამ არ უბრალოდ ცოტა დავიბენი. ესე იგი ელოდები სანამ რაღაცნაირად გაჩერდება მანქანა სამწუხაროდ არ ჩერდება ხოლმე და აი მაგ დროს თუ გვერდულად მიდის მანქანა და ხედავ რომ მისრიალებს და რაღაცა დაეჯახოს, ამ დროს პირიქით აქსელერატორს ანუ გაზს უნდა დააჭირო და მიმართულება მისცე. მაგრამ ეს ახლა სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად უნდა ივარჯიშო და სად უნდა ივარჯიშო მასე რაღაცა. ისიც ახლა ისე ვამბობ, რომ ყველას აქვს მაგის შესაძლებლობა. აი ადრე ნანახი მაქვს ხოლმე, ალბათ თქვენს ნანახი გაქვთ. აი გაყინულ ტბებზე მანქანებით ასრიალებენ ხოლმე მანქანებს და აი მაგ ხდება ვარჯიშის ელემენტების დამუშავება. ესე იგი შენ მანქანას მიყავს იმ ყინულში და დააჭერ ამ უხრუჭს და მანქანა ხო იწყებს აქეთ იქიანს. და ამ დროს უკვე გონებაში ფსიქოლოგიურად ემზადები. აი თითქოს ეჩვევი რა. ესე იგი ეჩვევი რა შიშის გზნობის გადალახვას ახერხებ რა. ეს ყველაზე კარგი ვარიანტია ვარჯიში, მაგრამ ყველა სხვა რა მაგის საშუალება ან სად არის ახლა ისეთი თუნდაც ახლა ჩვენ მომავალი მძღოლები ვინც მე ხარ დატულაპარაკობ რომ მომავალი მძღოლებისთვის როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი რომ გამოადგეს. გაყინულ ტბაზე და იმაზე მოხდი კი მაგის კარგია, მაგრამ ნუ მაგის საშუალება ყველას არ აქვს. ნუ ყველაზე ძირითადი მაინც გამოცდილება მაინც აი ესეთი როცა დაждები მანქანას და რეალურად გადააწყდები გადაეხრები, ასე ვთქვათ, ამ თოვლს და გაყინულ გზებს. ნუ გამოცდილება, მაგრამ პირველი რაც თავარია, ვარიანტი არ არის. პირველი, აი როგორც ომში რომ მიდის ადამიანი და პირველ სროლებში რო ხდება და შიში რო იპყრობს და მე უმარი რასაკეთებს, გამორიცხულია ომის დროს, პირველ ომში თუ მოხდა ადამიანი, შიშმა არ აიყოლიოს, მაგრამ ამას ლახავ და მე რო სხვა ბრძოლაში რომ მიდიხარ, ჩვეულებრივად უკვე იმას აკეთებს, რა საჭირო. აი იგივეა ახაც. თუ მოგისრიადა მანქანა, აი რაღაცნაირად გადაიტანო, გადალახო ეს. მაგრამ სანამ მანქანამდე მივა საქმე, ყველაზე კარგი მეთოდი, რომ არ მოგისრიალოს, არის ის, რომ დიდი სიჩქარე დაარიარო, აი ისე იგზნო. აი ხო არის შენ რომ მიდიხარ
მანქანა ხო მიყავს და გძნობ, მაგრამ გძნობ, რომ თუ ცოტა სიჩქარეს მოვუმატე, დაიწყებს რია თუ და აი რაღაცნაირად უნდა იგრძნო. ნუ ეს თავისთავად გამოცდილება მაგისთვის საჭირო. არის იცით მეგობრებო, შენ რაც არ უნდა თეორიულად მოემზადო, აი პრაქტიკა თუ არ გაიარე, ნუ ისეთი შედეგი არ არის რა. ეხლა გამორიცხული ნებისმიერ სფეროშიც ასია, ხო? თეორიულად თითქოს ყველაფერი იცი, მაგრამ რეალობაში და პრაქტიკაში სულ სხვა არის. აი იგივე აქაც რა. ნუ ასე თუ ისე რაღაცნაირად აი ადამიანი მომზადებული უნდა იყოს ამ დაბრძოლებისთვის და პირველ რიგში იმ შიში მე ცუდი გაგებით არ ვიზახე ხა რატომაც შიში ვარ ყოფით იმათ გულისხმობენ ხოლმე საერთოდ ადამიანები ომის შიში სიკვდილის შიში ხა სიკვდილის შიში ცოტა იქით გადავედი სიკვდილს ვერ გაიგებ სანამ შენ თვითონ არ მოხდე მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია თუ მაინც ხვიჩი ჩემი ფიქრებს სხვა აზრებზე გადადი და საერთოდ აი ეს გადალახვის შიში აი მომენტი უნდა გადალახოს ადამიანმა მოქმედების რა. სადაც ცნობილია აი ადრე გახსოვთ პარაშუტებით რო ხდებოდნენ ხოლმე ლაგოდეხში იყო ხოლმე და ერთხელ დავესწარი ამ პარაშუტების გადმოხდომაზე და მე თვითონ არა ვარ გადმოხდარი და იყვებოდა ინსტრუქტორი რომ პირველად რო გადახტებიო პრობლემა არ არის აი მეორე გადახტომაო პრობლემაო და თავარია მეორე გადახტომა გადალახო ესე იგი რა ხდება გადახტომაზე არ იცი და არ ილოდები მაგრამ მეორეზე რო გადახტები უკვე შენ უკვე პირველი გამოცდილება გაქვს უკვე ის რაღაც შიშები გადალახული გაქვს უკვე შეგრძნობილი გაქვს უბრალოდ და მეორე გადახტომაზე გეშინია და აი მეორე გადახტომიდეს უნდა გადალახო ეს შიში და იმ მთელი ტექნოლოგია ანუ ინსტრუქტორები მასწავლებელები მაგას ასწავლიდნენ ვინც პარაშუტზე გადახტომას აპირებდნენ მე მეორეჯერ გადახტები პარაშუტზე და უკვე იქიდან კიდო და მეორეჯერ მესამე მეოთხე და მე უკვე ბევრ გადახტომას და ბევრ გამოცდილებას უყურებ და უკვე მე პრობლემა არ აქვს და უკვე თავისთავად უკვე ხდები ასე ვთქვათ პროფესიონალი უფრო სწორედ პროფესიონალიზმი რა არის ესე იგი ბევრჯერ როგორ გაკეთებული უბრალოდ იმ მომენტში უკვე იცი როგორ უნდა მოიქცე და თავისთავად უკვე შედარებით ადვილია მაგრამ ის პირველი ეტაპი ნებისმიერ დროს მაინც გასავლელია რა. ეხლა თქვენი მონამორჩილი რამდენი წელია უკვე დავდივართ. ყოფილა შემთხვევები რომ ამერიკაში ჩამოსვლა მარტო ზამთარში, იმიტომ რომ ზამთარში ყველაერიდება სიარულს და მე ვიძახი 10 წლის წინ, როცა სამსახურები ასე ვთქვათ, ძნელი საპოვნელი იყო, მე განსაკუთრებით სპეციალურად ზამთარში ჩამოდიოდი. ვიცოდი რომ პრობლემა არ მექნებოდა სამსახურის პოვნის და გონიო რომ ზუსტად არ მახსოვს 5 თუ 6 წელი მარტო ზამთარში ჩამოდიოდი ამერიკაში. მე უკვე ცოტა რო აირია სიტუაცია და უკვე მძღოლები რო ჭირდებათ თავისთავად უკვე ვცდილობ ციტა ზაფხულში ჩამოვიდე მაინც. ეხლა გინდა თუ არ გინდა ზამთარში მაინც იძაბები, რაც უნდა გამოცდილება ქონდეს, რაც უნდა პროფესიონალი იყო ენერგიის დახარჯვა გიწევს. და ფაქტია რომ ისეთი არ ახარ ისე თავისუფლად არ დადიხარ როგორც საფუში ახლა აი ხომ შრალია მაგრამ ვიცი რომ რაღაც მოსრიალებული ამიტომ მაგაც დიდი სიჩქარით არ მიდივარ განსაი 56-ით მიდივარ რომ რაღაცა დაბრძოლებას არ გადავეყარო თუმცა ახლა მაინც უკვე ასე თუ ისე შრალია მაგრამ აი ეს რო უყურებ ამ თოვს აქეთ ცოტა დასველებულ გზებს გინდა არ გინდა ეს ფიქრები მოგდის, მაგრამ უნდა ხონდეს ეს დამუღამებული და შემუშავებული. გახსოვთ ალბათ ხო თქვენ წინა ვიდეოში მაგას ვიზარდეთ, ახლა ცუდი ამიდი რომ იყო ფსიქოლოგიურად არა ვარ მზად ზამთრისთვის, და კიდევ რომ ჩამოვიდე უცოდ ბლექაიზე რომ მოხდი და უკვე იმის შემდეგ უკვე ჩემ თავში მობილიზება გავაკეთე და ვიტყვიან განვაწყე ჩემი თავი ზამთრისთვის და აი მოგვითხრათ ყველაგე ზამთარშიც მოხდით. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით კოლორადოს დენვერს უახლოვდებით. კარგია რომ კვირადილა და მოძრაობა არ არის, ესეც ერთ-ერთი პრობლემატური თემაა. უყურეთ რა არის, მოდი რა ყველაფერს დავარხოთ თავის სახელი. სამწუხაროდ, მოდი რეალურად შევხედე ხა სამწუხაროს არ ვიტყვი. შენ მაგალითად მძღოლი რო ხარ და ყველაფერს ასრულებ ისე როგორც საჭიროა რა. დიდი სიჩქარით არ მიდიხარ თუ მოგისრია და რაღაცა
გააკეთეს ტექნიკური სვლა და მოაგვარებს საქმეს, მაგრამ არის ხოლმე რომ შენ კი მიდიხარ სწორად, მაგრამ იქ ვიღაცა მოდის, უკან მოდის, ან წინ მოდის და ის არბებს. და ნუ შენ კი მიდიხარ კარგად, მაგრამ ის სხვა ძღოლი უშვებს შესტომებს და გეჯახება რა. აი მანდაც უკვე აღარ იცი რა გააკეთო. ეს ძალიან ცუდი შემთხვევაა. და ცუდი ვარიანტებია და ეხლაც იმიტომ თქვი ახლა კვირა რო არის, აი ახლა უკვე ეს ბლეკა ესი, აი მას გავედით უკვე შავზე გადავდივარ. всё. მაგრამ სამწუხაროდ აი სხვა რო უშვებ შესტომას შენ უკვე მანდ ვერაფერს ვერ შვები, ხა იქ ვარ გადახდები რა გამორიცხული ამ დროს. ყველაზე კაი, ნუ დღისით ახლა გინდა არ გინდა უნდა იარო, მაგრამ ერთ-ერთი კაი მეთოდია, როცა ზამთარში მოდიხარ, შეეცადო რომ ღამე არ იარო. იმიტომ რომ ღამე მხედველობაც ცუდია, მე ეს გზასაც ვერ ხედა, მე ეს კომპონენტი რო სხვა მსხვილ მაშინვე შეცდომა დაუშვას, მე პირადად ძალიან ხშირად აი გავჩერებ რომ აი ტვიტი თქვა უნდა მიმეტანა თავის დროზე და არა ღამე ვჩერდები და ველოდები გათენებას. კი ზოგი იძახის რომ არა ბიჭო თუ ვერ მოვასწრე რა დამჩება როგორ დამჩება, მაგრამ ნუ საერთო ჯამში მაინც ჯობია მოითმინო და გაჩერდე და გაელოდო დილას. ეხლა დღეს კვირაა, ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ აი ახლა უკვე თაგერა ეს ბლეკა ესია, მაგრამ აქ საშიში არა, იმიტომ რომ მარცხენა მხარეს მოყრინულია, მარჯვენა მხარეს მშრალია. აქედან გამომდინარე ეს არ მოსრიადება ამიტომ შიში. შიში ხო რა ნუ სიფრთხილე რა თქმა უნდა ყოველთვის საჭიროა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აი ესეთ დაძაბული არ იქნება, იმიტომ რომ მშრალია. ამ შემთხვევაში ახლა მშრალია გზა და ეს კარგია. ნუ ასია თუ ისია, ეხლა რაც ვილაპარაკე, თავისებურად გამოცდილება თავისაშვება, მაგრამ აი მე ხშირად არის ხოლმე რომ ადრე ჩემი ვიდეოებიდან თუ გახსოვთ მე ვამბობდი ხოლმე მე ზამთარში სხვარია ხოლმე აი მოსწავლეებს მაძლევდნენ ხოლმე და ზამთარში არ მომყავდა რა აიღებდნენ ხოლმე მართვის მოწყობას და უცბად უნდათ ხოლმე მანქანაზე დაждდომა და მუშაობა. ნუ ფული გასაგებია რომ გამოიმუშავა და მე მეუბნები არა არ წაგიყვან. თუ წაგიყვან მეთქი გაზაფხულზე ან გზაფხულში. არა რატო არ გინდა აბა მე 3 თვე 4 თვე რა გავაკეთო თელი ზამთარი სად ვიჯდე. ზოგს ახლა უხსნიდი და ხო იცით ახლა ადამიანებს რომ უნდათ რაღაცა და რაღაცას რო ვერ ღებულობენ უკმაყოფილებას გამოხატან. აი ჩემი ასეთი პოზიცია მათ უკმაყოფილებას იწვევდა და არ ვიცი მე დღემდეც ასე ვარ. თუ ადამიანმა აიღო ტრაილერის მართვის მოწმობა ჯობია ის 3-4 თვე მოითმინოს, თქვათ ახლა შემოდგომაზე რო აიღო და ის ზამთრის თვემა გაიაროს და მერე გაზაფხულზე როცა გაშრება მერე დაიწყოს სიარული, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში გაზაფხულნა შემოდგომა, აქ იმდენ ნიუანსებს ისწავლეთ ამ ტრაილერის ტარების დროს, რომ უკვე ზამთრის სეზონი რომ მოვა, უკვე მზადახარ. და ახლა ახალი გაქვს მართვის მოწმობა აღებული და პირდაპირ ზამთრის პირობებში ჩდები სტრესული მომენტია რა თქმა უნდა ახლა სხვადასხვა ადამიანები არსებობენ ზოგი ადვილად გადაიტანს ამ სტრესს ზოგი ცუდად მაგრამ ნუ აი არ არის სასურველი ახლა 3 და 4 თვე არაფერს არ წვიტავს თუმცა ჩვენ ხო იცით როგორ მოუთმენელი ხალხი ვართ ყოველთვის გვეჩქარება აბა ისთვის ჩამოვედე აბა ისთვის ვიწვალე ეს იდეალი ატყვი ავიღე რომ გამოვიმუშავა რაღაცა. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ იმიტომ მუშაობთ, რომ რაღაცა გამოვიმუშაოთ, მაგრამ რაციონალურად და ლოგიკურადაც უნდა ვიფიქროთ, ეს პატარა შეცდომა მე შეიძლება საერთოდ არ დაждდე. აი, როგორი მომენტია, იცით, აი ხშირად არის ხოლმე, ხო, გაგიგიათ, რომ ადამიანი ავარიაში რომ მოყრება, მერე აი 6-1 წელი უჭის მანქანაში ჯდომა, იმიტომ რომ შიში რაღაცნაირად ქეცნობერი თუ არაცნობერი შიში აიძულებს რომ უბრალოდ ხერშუშის რომ მე მანქანა ვერ დაფა და ეს დრო უნდა რომ გააგივიდეს და ახაც იგივეა ახლა შენ მართვის მოწმობა აიღო და პირდაპირ ზამთრის პირობებში დაждდე ამ ხელა მანქანაზე და იქ 1000 ნიუანსებში მოხდე რომელიც მოქმედებს შენზე მე ეს გაყვება და შეიძლება საერთოდაც აღარ მოგინდეს მე მანქანაზე უბრალოდ ტრაილერზე დაждდომა
აი დავეშვით ეხლა ცოტა ქვემოთ და თოვლი არ არის. კარგია. ნუ აქაც ჩვენ როგორ ვაკეთებთ ხოლმე, ცუდი გადაყავს კარგში. ცხოვრებას მასე არ არის. ცუდი ფიქრები, კაი ფიქრები და ერთმანეთს ცვლის ერთმანეთს. ცუდი სიტუაცია, კაი სიტუაცია და ჩვენ მაინდა-მაინც კი არა აუცილებლად მარტო კარგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. ნუ ის დადებითი მუხტი, პოზიტიური მუხტი, რომელიც კარგ სიტუაციაში მოდის, იმან გადაფაროს ცუდი სიტუაცია. ასე არ არის მეგობრებო? ასე სამყარო ასე არის. დღემდე სატანა ებრძვის უფალს კარგი უნდა და ეს მაინც იბრძვის და ალბათ ჩვენც მასე ვარ და მოებაც ასე არის. მე ასე ვამბობ ხოლმე, ცხოვრებაში არის 50-50, -50 და +50. -50 ეს უარყოფითები, +50 დადებითები და რატო ვიფიქროთ მინუსისკენ, ვიფიქროთ პლუსისკენ. თუმცა იმ მინუსებსაც ვერ უარყოფ. ანდაც მოდი პოეტურად ვიტყვი რა. ვარდი უეკროთ ვის მოუწყვეტიაო. ვარდი რა ლამაზია, მაგრამ ეკლების მოყვება და თუ კარგად არ მოწყვიტე შენ ვარდი, ის ეკლები შეგერჯობა და კინოურ შეგრძნებებს გამოიწვევს. აი დავეშვით უკვე კარგია. მშრალად გიზე მივდივართ და ვიფიქროთ უკვე დადებითზე. კოლორადოში რომ მოვდივარ ხოლმე, სულ ალეკოზე და ლალიზე ვფიქრობ ხოლმე, ნეტავი რამენერად მოხდე და ვერ მოხდი. ალეკო და ლალიმ ძალიან განავითარეს რესტორანი. ისე მუშაობთო რომ დასვენების დღეებსაც ვერ ვიღებთო რა. შეგახსენებთ ხო ალეკომ და ლალიმ ის რესტორანი იქირავეს და რამდენიმე სოფლებია და ისე განავითარეს ქართული სამზარეულო და თავისი გემრიელი საჭმელებით. თურმე ჩაწერით უნდა მოხდე, რომ მაგიდა დაიქირავო და ძალიან მიხარია ასე წარმატებას რო აღწევენ და ჩვენ კიდე ვერ მოხდით იმ გზით. ისინი შეგახსენებ 70-იან გზაზე არიან 390 ეგზიტზე. ჩვენ სამწუხაროდ 76 გზით ვიდივარ და მივდივართ ჩილოეთისკენ და ის 70-იანი მაჩვენ უნდა შევუხვიო. აი იმედია აუცილებლად მოვხდებით სანამ წავალთ. რამდენი დაგვრჩა ახლა აქ ყოფნი, ალბათ 1 თვე დაგვრჩა, არა 20 დღე დაგვრჩა ამერიკაში ყოფნის და აუცილებლად უნდა მოვხდეთ ალეკო და ლალისთან. მოდი მეგობრებო, ახლა მაინც ცოტა ვიდეო მოკლე რო არ გამოგივიდეს. 1-2 კითხვა მომივიდა და მაგ კითხვაზე გიპასუხებთ. ბატონო, აკაკი ვიცით რომ თქვენ გაქვთ კაფე, რესტორანი ხაშმის გადასახვებზე. ხშირად გვიწევს მანციარული და სულ დატვირთულია. ისიც ვიცით რომ თქვენ არაბიზაცია და ასეთი იაფი მუშახელწილის წინააღმდეგი ხარ და როგორ ახერხებთ ქართველები მოდიან იმ ხელფასზე რომ არ გაგექცეთ თქვენი საწაებიდან რესტორნიდან. სპეციფიკური კითხვაა რა. ალბათ მე ვხვდები რომ ამ პიროვნებას ალბათ რაღაც საწარმოა, რაღაცა ისა აქვს ბიზნესი და ამ ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. ასე მივიღე ეს კითხვა. იმიტომ რომ მე ვიცი რომ აი ხა ბევრი თავის ბიზნესში იაფი მუშახელისგან გამომდინარე ქართველებს არ იყვანს და იყვანს ამ ინდუსებს და სხვა ჯიშის ადამიანებს და ამას ამართლებენ იმით რომ ქართველი არ იმუშავებს იმ ფასად რა ფასადაც მუშაობს ეს სხვა ჯიშის ხალხი. ეხლა რო დაფიქრდე აი სულთა ეკონომიურად რა თქმა უნდა ეხლა როგორც მეწარმე, როგორც ბიზნესის მფლობელი დაინტერესებული ხარ იმით, რომ ნაკლები გადაუხადო მომუშავეს, ხო? თქვა სიტყვაზე თუ ქართველს უნდა მისი 1000 ლარი, აგერ
ინდუსი თუ პაკისტანელი მისცემს 300 ლარს და იმუშავებს. ეკონომიურად მართალია, ხო, მაგრამ ამ ხრივ ახლა ერთობა პატრიოტული და ეროვნული შეგრძნებები და მიადგე და იცი შენ რა ხედე, იცი შენ ეროვნული მოძრაობიდან გამომდინარე, ეროვნული იქიდან გამომდინარე არ უნდა მიიღო მაშინ წაგებაზე წახვალ, ხო? აი ცოტა ისეთი სპეციფიკური თემაა რა. ასე ზუსტადაც ვერ იტყვი, ხო? ეხლა ბუნებრივია, ხო? ესე იგი შენ თუ იმას ხელფასი მიეცი მაღალი და შენ უგება არ დაგჭა, საქმე ვერ გააკეთე, იჩევნია ის. აი გულახდიად გითხრა მე ამისთვის არ ვიცი ამას უცოტა უნდა ვიფიქრო, მაგრამ მე პირადად ეხლა ჩვენ ბიზნესში ჩვენ მაგის პრობლემა არ აგვაქვს, ჩვენ კაფე რესტორანში ძირითადად აი ეს ხაშმის მიდამოებში და სარტიჭალის მიდამოებში მაცხოვრებლები მუშაობენ. და რა თქმა უნდა არ ვიტყვი რომ არ მივიღებ. ხო იცი ნურას დროს ნუ ვიტყვი ნურას ოდეს, მაგრამ გურიცული ამ დაბალი ფასის გამო მაინც არ მივიღებ, იმიტომ რომ არ გამოდეს მეც ლაპარაკობ და სულ ეთნობე დემოგრაფიულ სიტუაციაზე საუბრობ ამაზე და ამ დროს ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაგის პრობლემა არ გქონია და თუ დადგება არ ამგონია რომ დაბალი ხელფასის გამო და გამოიყენო ეს სიტუაცია მოვიმოქმედო მასე. თუმცა ცოტა ისეთი კითხვა არა, აი გულახდიად გითხრა უნდა დავფიქრდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა ვიცი, არ ამგონი არ მივიღებ რა უცხოეს რა. მაინც აი სულ ვცდილობ ხოლმე რომ აი პროვოკაციურ კითხვებზე და რაღაც ინტრიგულ კითხვებზე არ ვპასუხო, მაგრამ მაინც ცოტა შემეხო. ახლა რა კითხვა ამისთანა? ადვილია შორიდან მართო ქვეყანა და ჭუის სწავლება. ჩამოდი ახლა და ნახე რა დღეში ვარ და იქიდან ჭუას გვასწავლი. კარგია რა ამერიკიდან ჭუის სწავლება. ნუ უპასუხო. ვიცა ადევნებ ჩემ ვიდეოს ყურადღებას და იცი ჩემი აზროვნება იმ ჩვენ კითხვას ვეტყვი რომ მე არა ვარ წამოსული აქ, მე ჩემ თავს წამოსულად არ ვთვლი და თუ რასაც შოულობ და რასაც ვაკეთებ ყველაფერი მომაქვს საქართველოში. რა ვიცი, ეს ჩემი გზაა. მე არავის ჭუას არ ვასწავლე, არავის დაჟე ჩევებსაც არ ვაძლევ, უბრალოდ ვაჩვენებ ჩემ მაგალითს, რაც ჩემ თავს ტრიალებს. ზოგ შეიძლება გამოიყენოს, ზოგ შეიძლება არ გამოიყენოს, ეს ჩემი გზა მოეწონოს, არ მოეწონოს. მაგრამ ასეთი ტემპით, მე მგონი, ასეთი ტონით ნუ არ არის მართალი რა და ეხლა რა ვიცი ხა თუ არ გაჩედება ასეთი ადამიანი და მაინც ამ ტონით და ამ ტემპერით დაიწყებს ლაპარაკს, ნუ მე ვიტყვი ეს არ არის მართალი და რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში არავის ჭუას არ ვასწავლი და არავის უბრალოდ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია და მე ისე და ისე ვიტყვი, ამდენჯერმე მაგ ნანახი, რაც მე აქ ნაშოვნი მაქვს, ფული არც მოპარვით, არც აგლეჯვით. მომაქვს ყველაფერი საქართველოში მაგ დაბანდებული. კარგად გამომდის თუ ცუდად გამომდის, ნუ გამომდის, რა ვიცი, გამომდის, მაგრამ ზოგჯერ ვამბობენ, აქიდან მაშინ ამერიკაში თუ არ მოგწონს და რა ბჭო, რაზეა მოწონებაზეა ლაპარაკი, ან იმაზეა ლაპარაკი. მოვდივარ დედამიწის გარშემო ტრიალებ, ჩემი გზა მაქვს და ჩემ გზას ვაჩვენებ ადამიანებს, ვისაც რაღაცის გაკეთება უნდა, თორე მე კი არ ვიძახი ჩემ გზას სწორია და არასწორია, უბრალოდ გაჩვენებთ იმას, რაც არის და მე ისე და ისე მეორდები, არ ვიცი, აი დავიღალე კი აი უბრალოდ ბოდიში დაგღალეთ, ჩემო მაყურებლებო, მეგობრებო, ფოლოვერებო და უბრალოდ მაყურებლებო, რომ ერთი იდეის ვიმეორებ, რომ მე წასული არა ვარ. უბრალოდ ადამიანი ვარ, უბრალოდ მუშაობ, ამ საშუალებით რაღაცას ვაკეთებ და მომაქვს ჩემს სამშობლოში. ციკი და არც აქით. არც ცუდი და არც კარგი. ვაჩვენებ იმას, რაც არის. ვაჩვენებ ბუნებას, ვაჩვენებ სიტუაციას და ჩემ აზრებსაც გიზიარებ, იმიტომ ზოგს მოსდის რა ყველაფერზე ფიქრობ, რა ყველაფერზე ლაპარაკობ და ასია.
სპაილერი ძღოლი რო ხარ, მოდი ხარ საათობრივად და ფიქრობ რა, და ამ ფიქრებსაც გიზიარებ, ბუნებას ვათვალიერებთ. ტბებით, გვიხარია, წყუს ვართ. ეგ არის რა. დანარჩენი უბრალოდ ისევ და იმას ვიძახი, რომ ეს ლექსენი როგორ მღერის ჩვენმა საქმემ გვაჩვენოს ვირა კაცია. ხოდა მეც ვაჩვენებ ჩემო მეგობრებო, ჩემ საქმიანობა და დანარჩენი უკვე ყველამ შეაფასოს თავისებურად. კარგით მეგობრებო, აბა მოდი არ მინდა ასეთი იმით დავამთავროთ, ერთი ბუნება შევხვდეთ, მოდი ეს ტუნელი გავიაროთ, მე ლამაზი ბუნების ხედებია და დავიმუხტო დადებითა და მე დაგემშვიდობებით. გავიაროთ ეს ტუნელი. და სიმბოლურად ყველა ტუნელს გამოჩნდა სინათლე სიმბოლურად, კარგი ცხოვრება და კარგი იმედები და ყველაფერი კარგი. ნახეთ რა სილამაზეა რა, მშვენიერება და ასეთ ლამაზ სამყაროში ცუდ რაღაცებზე რატო უნდა იფიქროს ადამიანმა. ჩვენ ვფიქრობთ კარგზე და ყველაფერს ლამაზი. კარგით აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ვხვდებით იმედია საინტერესო ვიდეოებში და უფალი იყოს ჩვენთან.